ერთ გადაცემაში ასეთი რამე თქვი, გოგიბაშვილის შეხედულებით თავისი დედაენა არასოდეს იყო დასრულებული პროდუქტი. მას თვითონვე მიაჩნდა, რომ ის ყოველთვის ექვემდებარებოდა განახლებას. როგორ ფიქრობ, თანამედროვე გამოწვევებს ფეხი უნდა აუწყოს დედაენამ? აი, უხეშ მაგალითს ვიტყვი, რომ ფილთაქვას ნაცვლად, რომელიც ბავშვებმა იციან ფილთაქვა რა არის, მე მგონი უმეტესობამ არ იცის. უნდა იყოს პლანშეტი, უნდა იყოს რამე გაჯეტი. ძალიან მიყვარს გოგიბაშვილი და აი უამრავი რაღაც მაქვს. ყველაზე მეტი მგონი მაგის ნაწილი მოგწაკითხული არის, ხო და მქონდა ეგეთი ერთ-ერთი ოქროს წესი, რომ დედაენაში არაფერი არ უნდა იყოს ნახსენები ისეთი, რაც ბავშვის ლექსიკიდან არ არის. რაც ბავშვის იმასაკობრივი ჯგუფის სამყაროში ტრიალებს იმ სიტყვებით უნდა აკეთილინებე და იმ სიტყვებს მოერგე შენ, იმ ტერმინებს მოერგე შენ და არა ახლებს ნუასწავლი ჯერ. ხო და რა ვიცი, ყოველი გამოცემის შემდეგ ადამიანი ანახლებდა დედაენას, ყოველ გამოცემის შემდეგ აახლებდა. როგორ შეიძლება ესეთ ადამიანმა პირველით ეხლა რო ენახა თავის დედაენა, პირველ თვითონ იტყოდა რომ ეს რა დაგიმართათ ხალხო? რა გჭირთ? ანუ თუ მე გიყვარ ვარ, მაშინ რაც მე დაგიბარე, ისაკეთე კაცო. ანუ განაახლე მუდმივად რა, თუ ჩემი ხათრი გაქვს. ხო და თუ ჩემი სპეკულიანტობა გინდა, მაშინ სხვანაირად ვილაპარაკოთ, მაგრამ ხო, ესეთი ხო და აი სტამბაში რომ შედიოდნენ ხოლმე მუშები, იქ ხო ჯანმრთელობის პრობლემა ხო ქონდა გოგიბაშვილს და სურამში ისვენებდა ხოლმე და ისე მიხარია ეგ ფაქტი. აი გიჟდები, რამდენი წავიკითხავ, სიამაყის ის მომდის ხოლმე. და იქაც ვერ შედიოდა, ეუბნებოდა ხოლმე თუ შეცდომას იპოვით და ის შეცდომა რომ აღმოჩნდებოდა რაღაც იმას მართლა ასწორებდა. ეს კი არა რომ ვითომ ეგრეც იყო კაცო ჩაფიქრებულით მე რა თქვა ნახატი თუ ოდნავ ისეთი არის რა ქვია არასწორი არის დავტოვოთ რა მოხდა და ეგეთ რაღაცები არ უყვარდა ხო და ბავშვებზე მაგას ამობდა ნამდვილად ერთ-ერთი ის რომ ადაპტირებადი ყოველწლიურად განახლებადი და ყოფილიყო. დედაენის ასობით გამოცემა, მე მგონი ყოველ წელს ახალი გამოდი. ხო, 33 გამოიცა გოგიბაშვილის ცხოვრებაში. კი. მაგრამ სულ გამოცემულიყო თვეში ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ჩაუსხდებოდა ეთყოდა ცხოველსაც, რომ შენს გადახედე, თუ რამე შეცდომას იპოვი, მითხარი, ჯერ მიმღებულობაც ხო შეცდომისადმი, ხო? ის რამდენად მართალია, რომ თავისივე სიცოცხლეში იბერიაში დაბეჭდაო, რომ ვინც შეცდომას იპოვის წიგნშიო, თითო შეცდომაში რაღაც გარკვეულ თანხას გადაუხდიო. კი, აბაზი იყო თუ რაღაცა რომ ხალხი წაიკითხავს უფრო წიგნს და თუ შეცდომას იპოვი და იმ შეცდომასაც გამოუსწორი და ვიღაცას დავასაჩუქრებო. კი, და მხოლოდ ბავშვებისთვის ნაცნობი სამყაროდან. მაშინ ეხლა რო წერია რაღაცეები, თქვა თოხი, რაღაცები ურემი, გუთანი, ვარცლი მაშინ იყო სწორი, ეხლა არასწორია. საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე იმისა, უბრალოდ მეთოდი